ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი დღეს საზოგადოებას იტალიელმა რესტავრატორმა წარუდგინა ანდრეა ბრუნო, რომელიც იუნესკოს ყველა მასშტაბური პროექტის კონსულტანტია, ბაგრატის დასავლეთ კედლის განვითარების გეგმის ავტორიც არის. საპატრიარქოსთან ყველა საკითხის შეთანხმების შემდეგ კი ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები ისევ განახლდება. როგორც იყო და სადაც იყო აღდგა ბაგრატი. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროცესი უახლოეს მომავალში განახლდება. ამის შესახებ მოლაპარაკებები საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შორის მიმდინარეობს. უკვე ცნობილია იმ დეტალების ნუსხაც, რომლის გათვალისწინებას საპატრიარქო რესტავრაციისას ითხოვს. ახალი მასალა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული დასავლეთის მკლავის რესტავრაციასა და მშენებლობაში, ჩემი მოთხოვნა არის, რომ გამეორებული იქნას ამ ახალ მასალაში ძველი ფორმა, ანუ ძველი დატყურის სახე, რომელიც ტაძარს შიგნით აქვეყნებს შევამარჯვებს იმ ისტორიულ მთლიანობას, რომელიც ტაძარს ამ პერიოდის დიდ ტაძრებს ჰქონდა. მუზეუმის კონცეფციაზეც ჰქონდა საუბარი და ეს ალბათ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში არის. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტი საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს ხეს თავად იტალიელმა რესტავრატორმა წარუდგინა. ანდრეა ბრუნო, რომელმაც ტაძრის დასავლეთ კედლის განვითარების პროექტის შექმნა იუნესკოს ყველაზე მასშტაბური პროექტების კონსულტანტია. ბრუნო კორსიკას მუზეუმის, პარიზის ხელოვნებისა და რეწვის კონსერვატორიის, კლამესის მუზეუმის საკონსერვაციო გეგმების ავტორია. ანდრეა ბრუნო თვლის, რომ ტაძრის რესტავრაციის გამო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. მე მინდა გითხრათ, რომ გაოგნებული ვარ მოულოდნელობისგან დასკვნის საკითხვის შემდეგ, რომელიც ბაგრატის ტაძარზე დაიდო და ესახება მის ავთენტურობის დაკარგვას. იმედია, რომ ბაგრატის პირვანდელი სახე შენარჩუნებულია და ეს ავთენტურობა კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, როცა დასრულდება სამუშაოები. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ხელოვნებათმცოდნეები განსაკუთრებით იმით დაინტერესდნენ, კეთდება თუ არა ბაგრატის ტაძარში მუზეუმი და ლიფტი. შეიძლება ბაგრატის დასავლეთ მუზეუმი მიაშენო? თავისი ლიფტი? ეს დიდი კითხვის ნიშანია, რა თქმა უნდა. ესე იგი 3 მე-4 თუ 4 მე-5 ტაძრისა არის ახალი. და ახლა შემიძლია ზედოთ თქვა, რომ ეს ბაგრატის ტაძარი იქნება? ყველაფერი კეთდება იმ კრიტერიუმებით, როგორც ამას საჭიროებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული პრაქტიკაა და მეორე მხრივ კონკრეტულად ის მოთხოვნები, რომელიც და რჩევები, რომელიც ჩვენთან ჰქონდა იუნესკოს. ასე რომ აქ ვერანაირი ლიფტი არ არის არსებითი, ლიფტი შეიძლება არ იყოს, არაფერის მიშენება აქ არ ხდება, ეს ყველაფერი ხდება იმ ნახაში, იმ სივრცეში, რომელშიც არის ეს ბაგრატი. ეს მუზეუმი არ შეიძლება ამას ტექნიკურად დაარქვა, იმიტომ რომ ეს იქნება რაღაცნაირი კუთხე, საგამოფენო, რომელიც ბაგრატის და მთლიანად საქართველოს ისტორიას აღწერს. ბაგრატის ტაძრის დასავლეთის კედელზე მიმდინარე რესტავრაცია ძეგლთა დაცვის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ პატრიარქის მოთხოვნის შემდეგ შეაჩერა. ამასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ტაძარი იუნესკოს სიიდან ამოეღოთ. კულტურის მინისტრის საფრანგეთში ვიზიტისა და დოკუმენტაციების წარდგენის შემდეგ გაირკვა, რომ იუნესკოს შუალედურმა ექსპერტიზამ არაკვალიფიციური დასკვნა დადო. თუმცა ისტორიკოსების ერთი ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ სამუშაოები არ უნდა განახლდეს. ფაქტია, რომ უნდა შეჩერდეს სამუშაოები, უნდა შეიქმნას აქ პროფესიონალთა კომისია, აქ უნდა ჩამოვბრძანდნენ იუნესკოს წარმომადგენლები. ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოების განახლებული ეტაპი 2005 წელს დაიწყო. მანამდე ძეგლი სრულიად შეისწავლეს, აზომეს და ლაზერული სკანერით გამოიკვლეს მთელი ინტერიერი. ძეგლთა დაცვისში არსებულ თანამედროვე ყველა მიმართულებას, რომელიც ერთს ქვია ანასტელოზი და მეორეს ქვია თანამედროვე კორექტული ჩარევა. ავამოქმედეთ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაში. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველა მაღალი რანგის კრიტერიუმი, რომელიც დღეს მოქმედებს სოფლიოში, ბაგრატის ტაძარში ერთად იქნება წარმოჩენილი. დასავლეთ ნაწილი კეთდება ჩვეულებრივ გარეთა კედლები ქვის არის და შიგნით კეთდება რკინით, რომელიც მე შეიმოსება რაღაც ხელოვნური მასალით, ქვას მინამგვარი მასალით. ყველანაირი შესაძლებლობა იქნა გამოყენებული, რომ მაქსიმალურად მიახლოებულიყო აი ეს სახე არქიტექტურული იმას, რაც შეიძლება ყოფილიყო მე-11 საუკუნეში. ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორთა ნაწილი თვლის, რომ ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღება არ მოხდება. ტაძრის რესტავრაციის საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო კომიტეტის საგანგებოს კომისიის ხდომა 25 ივნისს პეტერბურგშია დაგეგმილი.